სურათები ყველამ გამოიცა. არა, მოდი გენერალი. 35 წლის წინ დავამთავრე ჩვენ ეს ინსტიტუტი ერქვა მაშინ. მე არათაშორ სახელს. სულ აი ამ ქალბატონს გადაუღეთ უშენ. პედაგოგები. აი წითელი 33 ბავშვიდან სულ ყველა ვიმუშავეთ პედაგოგები. სულ ყველა ერთ ჟურნალისტიკაში წავიდა. ალეკას ვინ აკადრებდა ახლა? ესეთი შავი გაგები საერთოდ. ალეკას ვინ აკადრებდა? ზოგი დიდ მეცნიერებად მოგვივლენ დღეს ძალიან დიდ მეცნიერად და საამაყო ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტისა პედაგოგი იყო რამაზის მამა ძალიან ბევრი სამძდელი და ამ უნივერსიტეტის ძალიან დიდი ამაგდარი ადამიანი. ჩვენი ლექტორი იყო აი ეს კათედრა ვისაც ეკუთვნის ოთარ ჩხეიძე და ჩვენი ლექტორი იყო ბაატო ჩხეიძე. და შეხარგელა ჩხეიძე. ჩხეიძე და ზემოერთიანებდი თამთელი. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის 1978-1983 წლის სტუდენტების შეხვედრა დღევანდელი. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა დაგვაკავშირა ერთმანეთთან და შევიკრიბეთ, მოვედით, გავიხსენეთ ჩვენი სტუდენტობა, მოვყევით ჩვენი ცხოვრების შესახებ. რაც ინსტიტუტი დავამთავრეთ, ჩვენ არ შევკრებილ ვართ. 35 წელი გავიდა და 35 წლის შემდეგ შევხვდით ჩვენ პირველად. დავთქვით შეკრების ადგილი და ამის ინიციატორი იყო ჩვენი ჯგუფელი, ჩვენი საყვარელი ადამიანი გელა ჩხეიძე. დიდი მადლობა გელას. ეს გელას დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და მოგვეცა იმის საშუალება, რომ ერთმანეთი გვენახა, მოგვეს სიყვარულებინა ერთმანეთი და ერთად ყოფილიყავით. სურათი მიყვარს ძალიან. ამ ერთი თვის წინ ამოვქეკე ძველი არქივი და კურსის სურათები ცალკე მქონია დაწყობილი და ერთ-ერთი სურათი ამოვიღე, სადაც გვერდზე კათედრაზე ვიყავით გადაღებული. სულ ყველა დავდექნე გავაზიარე. ეს სურათი Facebook-ზე გავაზიარე, სურათი Facebook-ზე და უცებ უი რა კარგია და სულ რამდენიმე 3-4 ვიყავით მეგობრებში და დაგვემატა ყველანი. და გადავწყვიტეთ შეკრება, მოვედით ოთარ ჩხეიძის სახელობის ოთახში და ვეფერებით ერთმანეთს. ეს იყო რამდენიც ვიყავით, იმდენი დიდი, თბილი, მოსიყვარულე ქართული გული ერთად შეკრებილი, სადაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ქართული, მხოლოდ ძალიან დიდი და სიკეთისა და ნამდვილად ერთგულებისა და ბედნიერებისთვის დაბადებული ქართველი იყო შეკრებილი. გავა დრო, ალბათ ჩვენ კიდე შევიკრიბებით, მაგრამ იცით რა, მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ ინსტიტუტიდან, გორის პედაგოგიური ინსტიტუტიდან გამოყოლილი მადლი, ცოდნა, რაც მოგცეს ჩვენმა მაშინდელმა ლექტორებმა, სიყვარული, ჩვენ მიყვება ცხოვრების გზაზე და ამით დავდივართ. ერთი სურათი, რამდენი სურათი გვაქვს აქ გადაღებული, ვინიც? მე მოაქვს